რაკავშირშია წყნეთობას გაშლილი სუფრა მმართველი პარტიის ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატთან ადგილობრივების ნაწილი ამტკიცებს, რომ წყნეთობა დღეს ადგილობრივებს სწორედ გიორგი კარბელაშვილი გაუმასპინძლდა. თავად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კი ინფორმაციას უარყოფს და ამბობს, რომ ღონისძიება მერიის მიერ იყო ორგანიზებული. დიდგორის რაიონის ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში, კონცერტი ესტრადის მომღერლების მონაწილეობით და ალაფურშეტი. ასე აღინიშნა წელს წყნეთობა. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყნეთობა უკვე წლები არ ჩატარებულა და წელს მას თბილისის მერია წყნეთის გამგეობასთან ერთად მართავს. არის მართლა არაფერი არ ვიცი, უბრალოდ მოვედი მუშაობ, არ ვიცი. მე წყნეთში დავიბადე, წყნეთში ცხოვრობდი, წყნეთში სახლიც ჰქონდა, ამიტომ მომიპატიჟეს და ძალიან მოხარული ვარ. ეს არც ვიცი მართალი რო გითხრა, იმართება ჩვეულებრივ დღესასწაულია თბილისობა ვისი ორგანიზებით იმართება ხოლმე. ეს არის დღესასწაული. შეიძლება წყნეთობა აბა დაარსეს, თორე ისე ამდენი წელი არ ყოფილა. ადრე იყო ხოლმე ერთი რამდენიმე წლის წინათ, დაახლოებით კომუნისტების დროს. და იმის მერე აღარ ყოფილა.